და ბოლოს სექსი დიდ ქალაქში მალე მაყურებელი ამ საკულტო სატელევიზიო სერიების მე-7 სეზონს იხილავს. ოღონდ რამდენად მიეცალმებიან ქერი ბრედშოუს გულშემატკივრები ამას ეს ალბათ ცალკე განსახილველია, მაგრამ ფაქტია რომ სერიალი უკვე გადაიღეს და მალე ეკრანებზეც მოგვევლინება. მთავარი გმირი, რომლის როლსაც სარა ჯესიკა პარკერი არ ასრულებს, 19 წლის არის და მანჰეტენზე ცხოვრებას იწყებს. თამარ დარახოლიძემ მოამზადა რეპორტაჟი. Hey, funny running into you two here. Oh, cute shoes. Thank you. ეს 18 წლის სკოლის მოსწავლე ქერი ბრედშოუა, ამერიკული იუმორით, მოდური სამოსითა და აქტუალური თემებით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე. 94 რომანტიკულ კომედიური ეპიზოდისა და 2 სრულმეტრაჟიანი ფილმის შემდეგ მსოფლიო ყველაზე ცნობილი ისტორიების გაგრძელებას 2010 წლიდან ელოდა. 2 წლიანი პაუზის შემდეგ სექსი დიდ ქალაქში ქერის დღიურებით შეიცვალა. სარა ჯესიკა პარკერი კი ანა სოფია რობმა ჩაანაცვლა. Manhattan? No way! თინეიჯერი ქერი ბრედშოუ პირველად ჩადის ნიუ-იორკში და ცდილობს გაიგოს ყველაფერი სიყვარულზე, სექსზე, მეგობრობასა თუ ოჯახზე. მოკლედ ყველაფერი იმაზე, რის შესახებაც მის აზრს მომდევნო წლებში მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით წაიკითხავს. It's almost midnight. It's almost midnight. აღმოჩნდა, რომ ფილმის უცვლელმა რეჟისორმა მაიკლ პატრიკ კინგმა ქერის დღიურების გადაღებაზე უარი განაცხადა და ეს მისია მიგელ არტეტამ ითავა. The amount of მე ქერის დღიურებზე არ მუშაობ. ჩემთვის ქერი 30-დან 53 წლამდე ქალია და საერთოდ არ მაინტერესებს მისი სკოლის წლები. არც მუშელის ეს წიგნი წამიკითხავს. ქერის დღიურების პრემიერა 14 იანვარს არის დაგეგმილი. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ სატელევიზიო სერიები სექსი დიდ ქალაქში 2-ის ბედს არ გაიზიარებს და ოქროს შოლოს კანდიდატი არ გახდება.